არ არის საჭირო ქალთან მიმოწერაში საქმეების გარჩევა. არც ტელეფონზე საუბრით არის საჭირო. და საერთოდ დაიმახსოვრე ეს, რომ არავითარ შემთხვევაში დისტანციურად არც განიხილო, არც გაარჩიო და მით უმეტეს არც გადაწყვიტო არანაირი საკითხი. ვირტუალური კავშირის სპეციფიკა რაში მდგომარეობს? ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ჩვენითვე ვავსებთ იმ მონაკვეთებს, რასაც მოსაუბრე არ გვეუბნება. როგორც ინტრიგის შემთხვევაში მუშაობს ეს დადებითად და ამრავლებს დადებით ემოციებს, ზუსტად მასევე მუშაობს პირიქითაც, როდესაც რაღაც უსიამოვნოზე გვითევს საუბარი. ჩვენითვე ვიღონებთ თუ რა ინტონაციით მოგწერა. ეს არის იმის მიზეზი, რატომაც კამათობს უმეტესობა მიმოწერაში. იმიტომ რომ შენ მაგ მომენტში იმ კონკრეტულ ადამიანს არ ეკამათები, შენ მის ვირტუალურ დუბლიკატს ეკამათები. მიმოწერაში ისეთები შეიძლება გითხრას ადამიანმა, რასაც პირისპირ არასდროს გეტყოდა. ადამიანს იმ მომენტში ის შეგრძნება ეუფლება, რომ ვირტუალურ ურთიერთობას ანგრევს და არა რეალურს, ხოლო იაზრებს და ნანობს ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც უკვე გვიანია. ამიტომ თუ არსებობს რაიმე საკითხი, რაიმე პრობლემა, რომელიც გასანხილველია და გადასაწყვეტია, აუცილებლად ეგ პირისპირ უნდა მოხდეს. ხოლო თუ ქალი გიწყებს მიმოწერაში საქმის გარჩევას, შენ უბრალოდ უნდა უთხრა, რომ დაწყნარდები მერე მომწერეო და უნდა შეწყვიტო მისთვის პასუხის გაცემა. მეგობრებო, გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. შემდეგ ვიდეოებში ეს გახმოვანება გამოვიყენო თუ ძველი დავტოვო.